დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. ესე იგი, რა აღარ მიმოვიხილეთ დღეს? რა აღარ მიმოვიხილეთ? მაგრამ ალბათ ყველა სახუმარო თემაა ხოლმე ამ ბოლო დროს სარკეში გადაღებული ფოტოების მანია, რომელიც სოფლიოს გოგონებს ჭირთ. სოფლიოს გოგონებს ჭირთ საქართველოში? არა, მე ვფიქრობ სოფლიოს გოგონებს ჭირთ და Samsung-მა ძალიან ორიგინალური ფორმა მოიფიქრა იმისთვის, რომ ეს თითქოს და ხო, მანია გადააქციოს კონკურსად და საკუთარ Facebook-ის გვერდზე გამოაცხადა სწორედ სარკეში გადაღებული ფოტოების კონკურსი და რითი აჯილდოებს ის გამარჯვებულს, ამას ჩვენ სიუჟეტი და ტუჩები ესე? ეს დადეთ სარკისებრი ფოტოები. ტუჩები. ლალი ნებიერიძისთვის ახალი ტელეფონი განუყრელ ატრიბუტად იქცა. Samsung Laflore-მა თავისი მახასიათებლებით, ლამაზი ინტერფეისით, მრავალფეროვანი აპლიკაციებითა და სპეციალურად გოგოებისთვის შექმნილი პროგრამით ლალის მოხიბლა პირველივე დღეს მოახერხა. ძალიან მინდოდა ახალი ტელეფონის ყიდვა და ვარჩევდი სათანადოდ, მაგრამ სიურპრიზი გამიკეთეს და მაჩუქეს ეს ტელეფონი. აქამდე არ ვიცოდი Laflore-ის მოდელის შესახებ და ძალიან მომეწონა. სარგებლობაში აი პირადად ეს ნივთიერი ჩემთვის ძალიან საყვარელია, როგორც რაღაცნაირად ეჩვევი და ამის გარეშე არ შეგიძლია ჩემ მეგობრები უკვე დამცინია რომ სულ ტელეფონში ნუ ხარ. ძალიან კარგი ფუნქციები აქვს და მოსახერხებელია, დიზაინითაც ძალიან ლამაზი და ნაზი არის, თეთრი ფერის მომწონს განსაკუთრებით და ფუნქციები აქვს ყველანაირი ის, რაც smartphones და Android-ს სჭირდება და აქვს. ყოველდღიური მოხმარებისთვის ძალიან პრაქტიკული არის და ჩემთვისაც ძალიან საყვარელი გახდა ეს ნივთი. Samsung Laflore-ის სპეციალურად გოგონებისთვის შექმნილი smartphone-ები თბილისის მაღაზიებში სულ რამდენიმე კვირაა გამოჩნდა. 6 მოდელი არსებობს, სურვალებმა კი არჩევანი რამდენიმე ფერს შორის უნდა გააკეთონ. ტელეფონის პროგრამა მთლიანად ქალბატონებზეა მორგებული. მე ვარ Samsung Galaxy-ის მომხმარებელი და ვეძებ გოგოსთვის იდეალურ ტელეფონს. რას მირჩევ? გოგოებზე მორგებული ტელეფონი ამჟამად არის Laflore, Samsung Galaxy Laflore. ეს არის ყვავილებით გაწყობილი მოდელი, რომელიც გაყიდვაში შემოვიდა სულ რაღაც რამდენიმე კვირაა. გვაქვს დამატებითი ფუნქციები გოგოებისთვის. ეს არის სპეციალური ფონები, რეცეპტების წიგნი და რაღაც ნის და მაკიაჟის გასაკეთებელი აპლიკაცია. მოდი დავათვალიეროთ ეს აპლიკაციები. პირველ რიგში მაინტერესებს რეცეპტების წიგნი. რომელი ქვეყნების სამზარეულოს გავეცნობი? ძალიან ბევრი ქვეყნის სამზარეულო არის, გჭირდებათ Wi-Fi. თუ Wi-Fi გაქვთ, აბსოლუტურად ყველა სამზარეულოს ხელმისაწვდომია. შეგვიძლია ვნახოთ, ხო, აი. როგორ გამოვაცხოთ და წერია უამრავი რეცეპტი მართლაც. აბა ვნახოთ ახლა მაკიაჟს რას გვირჩევს Samsung-ი. ან თვლის ვარცხნილობას. სრულიად გოგოებზე ეს ტელეფონი მორგებული. კიდევ დამატებითი აქვს სამი აპლიკაცია. მეტი დამატებითი აპლიკაციები შეგვიძლია Play Market-დან ჩამოვწვით სპეციალურად გოგოებისთვის. Samsung Laflore გამოსვლის პირველივე დღიდან გოგონებისთვის მოდურ ტენდენციად იქცა. Galaxy-ის უახლესმა მოდელმა პოპულარობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მალევე მოიპოვა. გაზაფხულზე Samsung-ი განსაკუთრებით გააქტიურდა. Samsung საქართველოს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ფოტოკონკურსის სარკის ეფექტი მიმდინარეობს. კონკურსის პირობების მიხედვით ფოტო აუცილებლად სარკეში უნდა გადაიღოთ და ის 25 მარტამდე Facebook-ის გვერდზე გააგზავნოთ. კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ შეუძლია. შანსი გაქვთ, თქვენც გახდეთ ულამაზესი Samsung Laflore-ის მფლობელი. ეს არის ჩვენი Samsung-ის, საქართველოს Samsung-ის ოფიციალური გვერდი. ჩვენ გვაქვს ესეთი კონკურსი, სადაც თამაშობთ
გაგრძელდება Samsung Galaxy S3 ლაფლორი. კონკურსი ეხება სარკის ეფექტს, რას ნიშნავს ეს? ანუ ყველა მომხმარებელს შეუძლია გადაიღოს სურათი ან ფოტოაპარატით, ან რამე ტელეფონით და გამოგვიგზავნოს ჩვენ inbox-ში. ჩვენ ამას ავტვირთავთ და შემდეგ უკვე წავა ლაიქების კონკურსი. ეს კონკურსი გაგრძელდება 25 მარტის საღამომდე. გამარჯვებულებს თავად Facebook-ის მომხმარებლები აირჩევენ. ფოტოკონკურსის პრინციპი მარტივია. თქვენ უნდა მოიწონოთ თქვენთვის სასურველი სურათი. დაჯილდოების ცერემონია კი 28 მარტს გაიმართება. Samsung-ი გამარჯვებულებისთვის სპეციალურ ღონისძიებას მოაწყობს. გვიახლოვდება გლობალური დათბობა, ფესტივალიც გვიახლოვდება, დრო ბევრი არ აქვს, ამიტომ მოგიწოდეთ კიდევ ერთხელ, სარკესთან გადაიღოთ ფოტოები, გამოაქვეყნოთ Samsung Georgia-ს ვებგვერდზე და მიიღებთ უნიკალურ პრიზს. ძალიან მაგარს. მე ვიცი რომ ძალიან ბევრი სიამოვნებით გააკეთებთ.